მართლა წარმოუდგენელი რეაქცია იყო ხელისუფლების მხრიდან, წარმოუდგენელი, იმიტომ რომ რა და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლა უპრეცედენტო სოლიდარობის, ემპათიის, ხარდაჭერის საქმესთან გვაქვს, შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც საქართველოს რეალობისთვისაც კი სოლიდარობა ერთგვარ ჩვენი თქვა ეროვნული იდენტობის ნაწილიც არის, ხო, ქართულ სიტყვიერებაშიც კი ძალიან გამჟდარია სიტყვა სოლიდარობა, აქაც კი ამ საქართველოსთვისაც უპრეცედენტო მასშტაბის იყო და ამაზე ესეთ რეაქცია უბრალოდ ალბათ კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სისუსტეს პირველ რიგში, იმიტომ რომ რაც თქვა, სოლიდარობის ეშინია. სოლიდარობა არის უზარმაზარი ძალა, სოლიდარობა არის შეკავშირება, ეს არის ადამიანების ერთობლივი ქმედება რაღაცა დიდი იდეალისათვის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში პრაგმატული საკითხებისთვის, კონკრეტული ერთი ან მეორე ადამიანის გამარჯვებისთვის, უშუალო პირადი მატერიალური ინტერესისთვის სოლიდარობა არ შედგება. სოლიდარობა ყოველთვის მაღალი მატერიის და მაღალი ღირებულების მატარებელია და მაღალი ღირებულებების და მაღალი იდეალების, როგორც ჩანს კი არა, ნამდვილად უკვე აღარც სადაო აღარ არის, ქართულ ოცნებას ნამდვილად ეშინია და სწორედ ამიტომაც ხდება არა მხოლოდ ამ კონკრეტული საკითხის ასე ვთქვათ მარგინალიზაცია ასე ვთქვათ ამ პროტესტულში მყოფია გაჭირვებული ადამიანების შობლების მარგინალიზაცია, არამედ მთლიანად იდეის დისკრედიტაცია, რომ სოლიდარობა კი არ იყო, ეს იყო რაღაცა აღარ მინდა ჩაუღრმავთ. ამიტომაც მართალია აბსოლუტურად სოლიდარობა არის ძალა, რომელსაც ეშინია ხელისუფლებას, იმიტომ რომ სოლიდარობა არის ღირსეული, სოლიდარობა არის რაღაცა გულანთებული ადამიანების ერთობა, რაღაცა ერთმანეთისთვის საერთო სიკეთე გააკეთონ. ეს არის ქართული საზოგადოების საფუძველში იყო ყოველთვის და ამან გამოგვიტანა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა შორის 26 მაისის სულისკვეთება სოლიდარობა არის, ეს არის სოლიდარული დემოკრატიული თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბების დღე, დაფუძნების დღე არის და ამასთან კავშირი სრულიად გაწყვეტა ქართულმა ოცნებამ. ქართული ოცნება აბსოლუტურად აღარ არის ახლოს 26 მაისის არც ერთ იდეალთან. ნომინალურად ისინი რა თქმა უნდა სუვერენულ სახელმწიფოზე საუბრობენ, მაგრამ ის იდეალები, რომელიც 26 მაისის ვთქვათ აქტში და შესაბამისად მოკიდებულის დეკლარაციაში იყო გახმოვანი და შემდგომ უკვე უფრო დეტალურად საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკვე ერთ წელს იქნა მიღებული. ხო, აი ეს სულისკვეთება სრულიად დაკარგულია ქართულ ოცნებაში. პრაქტიკულად ამის საწინააღმდეგო პროცესთან გვაქვს საქმე და ისინი პრაქტიკულად აკეთებენ იმას, რაც პრინციპში სამწუხაროდ ბოლშევიკურმა ქართულმა შულავერის კომიტეტმა გაუკეთა, όμως მაშინ ეს ზალით გაკეთა და ვთქვათ არმიის წითელი არმიის შემოყვანი დღეს უფრო რბილი ზალით ხორციელდება, ანუ საკუთარი ხელებით, საკუთარი რესურსებით ხორციელდება ეს. ყოველ შემთხვევაში იდეა მათი ეს არის, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში როგორც ჩანს უფრო მეტი რეზისტენტულობაა ქართულ საზოგადოებას, აქ მეტი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ამას ვაკვირდებით და სხვათა შორის ძალიან ბევრი სიახლეც იბადება. ანუ იღვიძებს ბევრი წინააღმდეგობა, სულისკვეთება, სოლიდარობის ეს განახლებული შეგრძნებები იღვიძებს სწორედ იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობაში შექმნილი იდეებია და თუ რამე შეგვიძლია გაუწიოთ წინააღმდეგობა ძლიერ მონსტრ, ასე ვთქვათ, ყველა ინსტრუმენტით შეარაღებულ პოლიტიკურ ძალას, ეს არის ჩვენი სოლიდარობა და უანგარო კავშირი ერთმანეთთან. გუშინად ვსაუბრობდით, როგორც სოციალური კაპიტალი ციცრულის თითქოს ბუნებას ხშირად იხსენება ხოლმე 90-იანი წლების სიმძიმეს, როცა ძალიან კომუნალური იყო, ასე ვთქვათ, ცხოვრება და რაღაც სამეზობლოები თუ სანათესაოები ბევრ რამეს უზიარებდნენ ერთმანეთს და ახლა რასაც ვხედავთ, ჩვენ რადიუსი იმდენად გაზრდილია, რომ არ არის აუცილებელი იცნობდე ან სისხლის ნათესავი იყოს შენი და ბევრად უფრო მეტი სოლიდარობა ჩანს სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ნდობაც, რაც სოციალურ კაპიტალის ფუნდამენტური ნაწილი არის. აი გუშინელი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ბოლო დღეების უფროსურად დაორგანიზებული მარათონიც ამის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ამ ადამიანებს აშავებს ყველაზე მეტად პროპაგანდაც. პროპაგანდის ლიმიტებზე მინდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, ილია უნი ჩემი აზრით ძალიან კარგი მაგალითი არის და თავად ეს ბავშვები, ვინც ეს პროცესი დაორგანიზეს, იმიტომ ისინი არიან კრიმინალებად გამოცხადებული ნაწილი, ვინც დააკავეს და ასევე პროპაგანდის სამიზნე და ამ არგუმენტებსაც რო გავყვეთ, ხო, ჯერ წამალი არ შეიძლებოდა, შემდეგ ბიუჯეტის ფულს უფრთხილდებოდნენ. ამის გვერდზე ისეთი აღვირახსნილი კორუფცია გაჩაღებული, რომ თვითონ აკავებენ თავისივე პარტიის წარმომადგენლებს. როგორ გამოიყურება ამ ფონზე პროპაგანდა? პროპაგანდა თავისი ყველაზე ვულგარული ფორმით გამოიყურება. მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ ახსენე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროპაგანდამ ეს პასუხი რატო არჩია. არა სოლიდარობაზე ვთქვი. ანუ პირველ თუნდაც ამ სინდრომის მქონე ბავშვების პრინციპში ვიტყოდი წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა სოლიდარობა, მაგრამ სახელმწიფოს ხარდაჭერა და ჩართულობა შესაბამის სტრუქტურები ჭირდება ამ დაავადების მართვას და კურნალობას. ეს ესეა და ამიტომ მათ აქვს ვალდებულება ამის გაკეთების და მათ მოუწევთ
მარტო ამის ანუ სახელმწიფო ამის გაკეთება მოუწევს. ეს სოფლიოში სხვადასხვა ფორმით, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ ხორციელდება და ძალიან რთული მართვადი არა მკურნალობის კუთხით ხო კიდე სხვა ცალკე პრობლემა, მაგრამ მართვადაცაც ძალიან რთული მართვადი და კომპლექსური მართვის საკითხი არის და შესაბამისად საჭირო. მაგრამ მე ვერ ხვდები რატო უჭირდებათ ამ ადამიანების მარგინალიზაცია, როდესაც მართლაც მათი ვალდებულება, მათი მე არ ვიცი სიჯუტეა ეს რაღაცა წარმოუდგენლის ჯიბში ჩადგომის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ აკონტროპლაზიის შემთხვევაშიც იყო თითქოს, მაგრამ მაშინ უცებ დაარბილა მიხვდნენ რომ მათი გასაკეთებელია და რაღაცა გამოსავალი მოიძებნა და თითქოს ნანობენ მაგას რა. ეხლა არ ვიცი ნანობენ თუ არა, მე მგონია რომ თავის ტყვეობაში, ანუ პროპაგანდა ხშირ შემთხვევაში თავის ისეთ ნარატივს ქმნის, რომელიდან გამოსვლაც უჭირს და ეხლა ვერ ეძებენ გამოსავალს, იმიტომ რომ მადრეთულა მოუწევს სხვა გამოსავალი არა. ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, სოლიდარობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ამ კონკრეტულ აქტს და აჩვენა და მე გვიტყოდე, აქ თანხა ძალიან დიდი იყო, მაგრამ გარდა ამისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოების შეკვეთა აჩვენოს. საზოგადოება მზად არის თავისი ჯიბიდან გადახდილი ფული მოხმარდეს ამ ადამიანების კეთილდღეობას. ეს არის სასახელო არგუმენტად მოიტანა, რომ თითქოს ეს უფრთხილდება გადასახადების გადამხდელების მე დარწმუნებული ქართულოცნების ძალიან ბევრი მომხრე იქნებოდა იმ ადამიანებში, ვინც გადარიცხა ფული. მე დარწმუნებული არ ვიცი, შეიძლება მაგ ესეც სურვილო დავინახო მათი ადამიანები, მგონია რომ იქნება, რომ ეს არ არის რომ კონკრეტული ერთი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია პოლიტიკურს სახელმწიფოს აუცილებელი ვალდებულება კონკრეტულად მართოს ეს საკითხი და აქ სახელმწიფოს გარეშე არ გამოვა. მათ ამის გაკეთება მოუწევთ, უბრალოდ მე კიდევ ერთხელ პროპაგანდაზე იყო საუბარი, მე ვერ ხვდები პროპაგანდის რაციონალს, როცა ესეთ რამეს აკეთებ. კიდე შეიძლება ახსნა დანიაში, როცა გინდა რომ თქო წარმოაჩინო დანია არის ყველაზე ცუდი ქვეყანა და ამის მაგალითი მოყავს, ნუ ეს კიდე არ ვიცი შეურაცხყოფაა საკუთარი ამორჩევლის, რომ ამას ესე გინდა რომ ესეთ სისულელე დააჯერო. ბრიტანეთში როგორ შეათ? ბატონო? ბრიტანეთში როგორ შეათ? ბრიტანეთში როგორ შეათ? ანუ ყველაზე სულ, მაგრამ აქ კიდე რაციონალი მესმის, რომ უნდა თავისი ძალადობის გამართლება, რომ ჩვენთან კი არ არის დანიაში ხდება და რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან არის, რომ რუსეთი ვერ ამბობს რომ დანიაში ძალიან ცუდია. საბჭოთაში იყო, იმიტომ რომ საბჭოთაში დახურმე აბსოლუტურად თქვენ პატარები ხარ და არ გახსოვთ, ვრემა იწყებოდა როგორი ესე ვთქვათ ბრუტალური იყო დასავლური იმპერიალიზმი რუსების წინააღმდეგ. კი, მაგრამ რუსული ამბობს რომ ისინი ცუდები არიან. ეს არის განსხვავება საბჭოთასა და რუსულ შორის. რუსეთის პროპაგანდაც ხდება რომ ბოლომდე ესეთ სისულელე არ უნდა თქვას, იმიტომ რომ ბოლომდე არ მუშაობს. ძალიან პრიმიტიული. ის ამბობს რომ რაღაცა კი რუსული პროპაგანდა საუბრობს რომ დანია ცუდია, ლიბერალიზმი ცუდია და ანჯელა დევისი ლაპარაკობდა ის საბჭოთა პროპაგანდა როცა იწყებოდა რომ მუშაობს ცემენ დასავლეთში და ჩვენთან არსებობს ეს საბჭოთა და თანაბედ იმიტომ რომ საბჭოთაში კიდე საინფორმაციო ველი დახურული იყო და მეტნაკლებად ყველაფრის დაიჯერებდა რომ რენას გარდა არის ინტერნეტი არის გაგზავნილი ყავდათ თუ არ ცდები რუსთავი არის თუ რომელი კაცი არის ჟურნალისტი დანიელები ალაპარაკდა რუსთავი არის იმედის კითხვებს არ პასუხს არცემენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ნუ არ ვიცი კიდევ ერთხელ პროპაგანდაც არის და პროპაგანდა რაღაცებში ზღვარს გადადის პროპაგანდა და ზოგჯერ არის ხომე რომ რაღაც დაუჯერებელს აჯერებს. სამწუხაროდ ის ინტენსიური საფუჭებს რა ირემს. ანუ რაღაცა 3 წლიან 4 წლიან განმავლობაში რაღაცა სამყაროს ახალ მოსაზრება სამწუხაროდ საზოგადოების ერთი ნაწილი ძალიან მოწყვლადია ესეთი პროპაგანდის მიმართ სამწუხაროდ, მაგრამ დიდწილად ისინი უბრალოდ მე ფიქრობ რომ შემთხვევაში სასაცილოები ხდებიან ხოლმე. ახლა რა არის სასაცილო ამ ყველაფერში, მაგრამ ნუ სასაცილო კომიკურები არიან, ესე უფრო სწორი სიტყვა. კომიკურები არიან, როცა ესეთი დაბეჯითებით საუბრობენ დანია როგორი ცუდი ქვეყანაა, როგორი ცუდი მაგალითია ევროკავშირი. ბევრად უფრო წარუმატებელი შემთხვევებიც არის ევროკავშირის ფარგლებში, ალკო ქვეყნები არ არის ყველა ისე წარმატებული როგორ დანია, მაგრამ დანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლიოში ქვეყანა არის ყველა ინდექსით. კონკრეტს რომ მისაბაძად აცხადებდა დანიის დემოკრატიას აკრიტიკებ, ეგ არის ახლა მათი პროპაგანდა. ამაზეა საუბარი. ანუ მე ვფიქრობ რომ მათ რა თქმა უნდა ლიმიტები აქვს, უბრალოდ ძალიან დიდი რესურსები ეხარჯება ამაში, ძალიან უზარმაზარ და თქვენ ჩემზე კარგად იცით რა მდგომარეობაა დღეს მედია სივრცეში, სადაც მართლა ობიექტური სურათი არსებობს და სადაც ობიექტურობაზეა საუბარი და რამხელა ისე ვთქვათ მატერიალური რესურსები ეხარჯება იმ უზარმაზარ ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ლეგალური და არალეგალურიც, რომელიც მათ პროპაგანდას კვებავს და სამწუხაროდ ქართული მოსახლეობის ნაწილი ამ მოწყვლადი აღმოჩნდა ამ პროპაგანდას. ახლა დანიაზე ნიუსი დავწერთ, ესეთი ამბავი არ იყო შექმნილი და ინგლისურენოვანი იმედის ნიუსი ამამიგდა მთავარ გვერდზე Google-ში თავისთავად დიდი რესურსი დაუხარჯავთ აშკარად და ხო, ნუ არ ვიცი ახლა სადამ ალბათ მაყურებელმა მას რო იცოდეს, ნუ წალსახად არის კონკრეტული შემთხვევა იყო, სადაც არ ვიცი, რეალ ჩემი შესაძლებელი არა გადაუცდა თუ არა პოლიციას, მაგრამ იქ ყველა ყველა აუცილებელი ინსტიტუცია არსებობს, რომელიც ამას თავის ადგილზე აყენებს. ის იქნება სასამართლო, ის იქნება შიდა პოლიციური გამოძიება, იქნება ზოგადად გამოძიება, ის იქნება საზოგადოება, მედია, პოლიტიკური პლურალიზმი, თუ ხელისუფლებამ ჩათვალოს, ხელი უნდა დააფაროს, ამას აუცილებლად ოპოზიცია მოთხოვს, იმიტომ რომ მართულ ძალას არ აქვს სრული უმრავლესობა და აბსოლუტური კონტროლი პოლიტიკურ პროცესში. ხო, იქ იმდენად დემოკრატიული ინსტიტუტები იმდენად კარგად არის დაწყობილი, რომ თუ რამე გადაუცდა და შეიძლება გადაუცდა
გადაუცდა კიდევაც ამას არ გამოურიცხა პოლიციელს ყველგან შეიძლება გადაუცდეს ამაზე იქნება შესაბამისი დემოკრატიის საკრიტიკებენ თითქოს ამისთვის ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის სამხილებლად იყენებენ ხო იდეაში ეგარე მათი საქართველოს იმიტომ იცვლება საკითხი რომ საქართველოს ერთი არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი მეორე საქართველოს სისტემური ძალადობასთან ჰქონდა საქმე რომელიც არაერთმა გამოძიებამ დაადგინა მე თვითონაც აღიარეს გარკვეულ ნაწილში უბრალოდ რო აღიარეს უნდათ რომ სხვაც იყოს დამნაშავე მარტო ჩვენ არ ვარ დამნაშავე მაგრამ აქ მოხდა 5 ადამიანის დაჭერა თუ ისიც მეგონი ნაწილი დაჭერილი არ ვიცი იყო მანამდე მაგრამ იყო ასეულობით შემთხვევა იქ ერთი შემთხვევა იყო რომელზეც რეაქცია იქნება და სხვა ქვეყნებში ეს ქიმიური იარაღით კომპონენტის გამოყენება აკრძალული რომელიც ასევე რეაქციის გარეშე დარჩა და ან მარტო ასე პოლიტიკური განცხადებების იქით არ წავიდა რეალურად მათ იდეაში არ წირდება ძალიან ღრმა დემოკრატიული განვითარება ესეთ შემთხვევებში მათი ადეკვატური პასუხი უნდა ყოფილიყო სწრაფად გამოეძიათ და დაედოთ რაღაცა კონკრეტული დასკვნა იმიტომ რომ მათმა რეაქციამ უფრო მეტი ეჭვები გააჩინა ვიდრე ფილმმა იმიტომ რომ ფილმმა ასე ვთქვათ დოკუმენტურმა ფილმმა რაღაც გონივრული ეჭვის სტანდარტის დონეზე და ჟურნალისტური სტანდარტი დაცული იყო და არ თქვა რომ ეს ესეა მაგრამ ყველა ფაქტი დადო რაც შესაძლებელი ხრის რომ ყოფილიყო მათმა რეაქციამ განსხვავებული რეაქციები ერთი მინისტრის მეორე ყოფილის და ახალი მინისტრის იმან შემოიტანა არ შემოგვიტანა საერთოდ არ გვიხმარია თუ ცოტა ვიხმარ ნუ აი ამ არადეკვატურმა დამოკიდებულებამ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა კიდევ ერთხელ თუ აი ადეკვატური უფრო დახვეწილი ორბანი მთლად ესე არ იზამდა მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამაშიც ვერ არიან ორბანივით მაგრებიც ვერ არიან ორბანი კიდევ უფრო დახვეწილი იყო არ ვაქებ უბრალოდ ვამბობ რომ ამ სფეროში და იმ ავტოკრატიაში ბევრად უფრო გამართული კომპეტენციაც აკლია და ცოდნაც აკლია და კრიტიკულ სიტუაციებში აბსურდულ საქმეს აკეთებენ და აი თან აღარ აქვს ძალიან დიდი ხანია და განსაკუთრებით კიდევ ბოლო პერიოდში არაფერი პოზიტიური შესაძლებელი ხელი ხო აუცილებლად პროპაგანდით უნდა უპასუხონ ყველა პრობლემას იქნება ეს ფასები თუ პოზიტიური დღესასრიგი ვერ შემოიტანს მთავრობა რომელსაც არ აქვს პოზიტიური დღესასრიგი იმას ამოწურული აქვს ლეგიტიმაცია ანუ თავისთავად ამოუწურებს ლეგიტიმაციაზე არ აქვს ანუ ლეგიტიმაცია არის როდესაც ადამიანებს ვაძლევ რაღაცა პოზიტიურს რომელიც ამაზე მოუყვებიან და მხარს მიჭერენ და არაფერს არ ათავაზობენ არც ერთი კონკრეტული დღესასრიგი